ზესტაფონის საკანონმდებლო ორგანომ 2026-29 წლების პრიორიტეტის დოკუმენტი დაამტკიცა. 4-წლიანი განვითარების სტრატეგია დეპუტატებს ვიცე-მერმა ზაზა ხვედელიძემ გააცნო. როგორც დოკუმენტში წერია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ათეულობით სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. უახლოესი 4 წლის განვითარების სტრატეგიის გარდა ზაზა ხვედელიძემ რეგიონული განვითარების ფონდიდან ზესტაფონში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული წინადადებების მოწონების თემად წარადგინა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტში. წარმოგიდგენთ დასამტკიცებლად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველობის 4-წლიანი განვითარების სტრატეგიას. ეფუძნება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ფინანსურ შესაძლებლობებსა და ადგილობრივი საჭიროებების ანალიზს. დოკუმენტი განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს, რომლებზეც მუნიციპალიტეტი ფოკუსირებას ახდენს, რათა გაუმჯობესდეს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი სერვისები. დოკუმენტი მოიცავს მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების ანალიზს, 2024-2025 წლების ბიუჯეტის მიმოხილვას და 2026-2029 წლების შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზს, რაც უზრუნველყოფს პრიორიტეტების განხორციელების ფინანსურ საფუძვლებს. პროექტი, რომელიც ღირებულება აღემატება 50,000 ლარს, საჭიროებს წარმოდგენილ პროექტს გავიქონდეს საკრებულოს მოწონება. შესაბამისად წარმოგიდგენს პროექტების დეტალურ ჩამონათვალს. სოფელ ცხაწყაროში ნომერ მე-9 ქუჩაზე გზის მოწყობა, საორიენტაციო ღირებულებით 69,362 ლარი. სოფელ ცხაწყაროში ნომერ მე-20 ქუჩაზე გზის მოწყობა, ღირებულებით 114,887 ლარი. სოფელ შუა კვალიჩი მახათაძეების უბანში მე-11 ქუჩაზე დარჩენილი მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 162,673 ლარი. სოფელ ქვედა კვალიჩი ვაჭარაძეების უბანში მე-11 ქუჩაზე დარჩენილი მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 146,087 ლარი. სოფელ შუა კვალიჩი მახათაძეების დარბაზის მიმდებარედ შემოვლითი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 170,117 ლარი. სოფელ კვალიჩი გულცაძეების უბანში დარჩენილი ჩიხების რეაბილიტაცია, ღირებულებით 146,811 ლარი. სოფელ მეორე სკვირში ჭიკვათილის უბანში თამაზი წაკაძის სახლის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 292,780 ლარი. სოფელ კლდეეთში წვენი კლდეეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 299,997 ლარი. სოფელ კლდეეთში ქორჩხლზე ქავთარაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 391,799 ლარი. სოფელ კლდეეთში კინოთი ჯანიაშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია, საორიენტაციო ღირებულებით 259,323 ლარი. სოფელ ტაბაკიში ჩუბინიძეების უბანში გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 344,13 ლარი. სოფელ ალავერში ამილახრების საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 265,252 ლარი. სოფელ შოშაში ბაჭას ბოგილის უბანში გზის რეაბილიტაცია, საორიენტაციო ღირებულებით 973,541 ლარი. ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვისხე. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2,000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე. ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3,000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე.
ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები გატარდება. აღნიშნავს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე. წიწვოვანი ხემცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხემცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხემცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში, არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს. უკანონო რეალიზაციის წესის დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს ემატება გარემოზე მიყენებული ზიანიც. თუ ზიანის ოდენობა აღემატება 3000 რარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების საკვეთას 5-დან 7 წლამდე. აქედან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას სადღესასწაულო დღეებისთვის გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს, ყოველ გამოვლენის სამართალდარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები. სათაფლიას მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა. მღვიმი 1925 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა და ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა. სათაფლია განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით გამოირჩევა. დაწყებული პრეისტორიული ხანის 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევიდან დასრულებული მრავალფეროვანი კასტრული მღვიმით. უნიკალური კოლხური ტყით, პანორამული გადასახედით, ტურისტული ბილიკებით, მუზეუმითა და დინოზავრების პარკით სათაფლია ინტერესს ყველა ასაკის სტუმარს უღვიძებს და ყოველწლიურად 10,000-ობით ვიზიტორს მასპინძლობს. 2011 წელს გახსნილმა ვიზიტორთა ცენტრმა და საგამოფენო სივრცემ მნიშვნელოვნად გაზარდა ლოკაციის ტურისტული პოტენციალი. 2015 წლიდან დღემდე სათაფლიაში განხორციელდა ინფრასტრუქტურული მასშტაბური ღონისძიებები, განახლდა დინოზავრების პარკი და დაემატა ახალი მაკეტები, მოეწყო საბავშვო გასართობის ზონა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურისტულ ბილიკებს, განახლდა მღვიმისა და ეზოს განათების სისტემა და შუშის პანორამული გადასახედი. პროექტებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს სათაფლიას, როგორც იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტის განვითარებას, რათა ვიზიტორებისთვის მოგზაურობა გახდეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი. სათაფლიის მღვიმეს დიდი ისტორია გააჩნია. წელს შესრულდა 100 წელი, რაც აღმოჩენილი იქნა ეს მღვიმე. მას შემდეგ უამრავ ვიზიტორს უმასპინძლა და მასპინძლობს, განსაკუთრებით საინტერესოა სამეცნიერო ტურიზმისთვის, ასევე საინტერესოა ეკოტურიზმისთვის. ეს არის გამორჩეული ადგილი დაცულ ტერიტორიებში, ჩვენს ქვეყანაშიც. 1925 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა თავის მეგობრებთან ერთად, 6 მეგობართან ერთად სათაფლიას მღვიმე და სათაფლიას დაცული ტერიტორიების ისტორია იწყება სწორედ ამ თარიღიდან. 1933 წელს აღმოჩენილი იქნა დინოზავრის ნაკვალევი, ხოლო 1935 წლიდან ტერიტორია გამოცხადდა ნაკრძალად და დაცულ ტერიტორიად. უნიკალური ბუნება გვაქვს და იმსახურებს ნამდვილად დიდ პატივისცემას. მეც და ჩემი სკოლის მოსწავლეები ძალიან ხშირი სტუმრები ვართ. უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უოტკოფიც ესწრებოდნენ, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ უიტკოფმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბერლინში პრეზიდენტ ზელენსკის სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს, ჯანერ კუშნერსა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ეკონომიკური დღის წესრიგი და სხვა საკითხები და დიდ პროგრესს მიაღწიეს, აღნიშნავს უიტკოფი. მისი ინფორმაციით, მხარეები დღეს დილით კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. დაძაბული დიპლომატიური კვირის მანძილზე, როგორც მას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უწოდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სასანქციო სიაში ჩრდილოვანი ფლოტის 40 ხომალდის დამატება იგეგმება, რათა რუსეთს, როგორც კალასი აცხადებს, ჩამოერთვას ამ ომის დაფინანსების საშუალებები. მისივე განცხადებით, ევროკავშირმა მიაღწია 2 მილიონი ვაზნის ინიციატივის მიზანს, რაც უკრაინისთვის თავის დასაცავად აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომაზე მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრებენ. საბჭო ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავს უახლესი მოვლენების გათვალისწინებით.